ეს არის არგენტინის ტრაგედია და გაკვეთილი სხვა ხალხებისთვის. თუ მილეი წააგებს, ჩვენ არ ვიქნებით გულუხვები არგენტინის მიმართ. ვინ არის არგენტინის ამჟამინდელი პრეზიდენტი? ხავიერ მილეი, მეტსახელად არგენტინელი ტრამპი. მე მიყვარს ვიყოთ თხუნელას სახელმწიფოს შიგნით. მე ვარ ის, ვინც ანგრევს სახელმწიფოს შიგნიდან. როგორ გაიმარჯვა ასეთმა რადიკალურმა ფიგურამ? როგორ დაუშვა არგენტინამ პერონიზმის ოდესღაც ძლავრი მემარცხენე ცენტრისტული მუშათა კლასზე ორიენტირებული მოძრაობის სამშობლომ ეს კატასტროფა. პასუხი ერთ სიტყვაში: ინფლაცია. მე მილეის დიდი ფანი ვარ. არგენტინას ახლა ნამდვილად მომწიფებული ლიდერები ყავს დიდი ხნის პერიოდის შემდეგ და ჩვენ ვხედავთ ამას. ეს იყო პირდაპირი გაშიშვლებული შანტაჟი. ტრამპმა არგენტინელ ხალხს უთხრა: ან ხმას აძლევთ მილეის 26 ოქტომბერს, ან 27 ოქტომბერს მე ამ ხელოვნურ ფინანსურ მხარდაჭერას შევწყვეტ და თქვენი ეკონომიკა საბოლოოდ განადგურდება. გამარჯობა. ეს არის ყოველკვირეული მიმოხილვა რა ხდება მსოფლიოში. დღეს ვისაუბრებ არგენტინაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე. თუმცა სანამ უშუალოდ საკითხზე გადავალ, მინდა თქვენი ყურადღება მაუწყებლისთვის საცოცხლოდ მნიშვნელოვან პრობლემაზე შევაჩერო. იმისთვის, რათა მაუწყებელი გადარჩეს, აუცილებელია ფინანსური მხარდაჭერა. თუნდაც მცირედი ყოველთვიური შემოწირულობა მაუწყებლის ვებგვერდზე დართული ბმულის მეშვეობით. ასევე გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და გამოვყევით ყველა სოციალურ პლატფორმაზე. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მოვლენაზე, რომელმაც მთელი ლათინური ამერიკა შეძრა. რამდენიმე დღის წინ 2025 წლის 26 ოქტომბერს არგენტინის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ულტრამემარჯვენე ლიბერტარიანულმა მთავრობამ გამაოგნებელი გამარჯვება მოიპოვა. მიმოხილველებმა ამ შედეგს მოულოდნელი უწოდეს. რადგან ჯერ კიდევ სექტემბერში არჩევნებამდე ერთი თვით ადრე არგენტინის ლიბერტარიანული მთავრობა კოლაფსის პირას იყო. მისი რეიტინგები იკლებდა, ეკონომიკა ინგრეოდა და ყველა პროგნოზით ის ამ არჩევნებს გამანადგურებლად აგებდა. მაგრამ მოხდა სასწაული. პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ და მისმა პარტიამ არა მხოლოდ გაიმარჯვეს, არამედ გაანადგურეს მთავარი ოპოზიციური ძალა პერონისტები 51%-ით 32-ის წინააღმდეგ. მილეიმ გამარჯვება პომპეზურად აღნიშნა. არგენტინელებმა აჩვენეს, რომ არ სურთ დაუბრუნდნენ მარცხის მოდელს, ინფლაციის მოდელს, ფულის ბეჭდის მოდელს, უსარგებლო სახელმწიფოს მოდელს, დაუცველობის მოდელს. არგენტინელებმა თქვეს, საკმარისია პოპულიზმი. პოპულიზმი არასოდეს განმეორდება. ჩვენ არა მხოლოდ დავიცავთ უკვე გაკეთებულ რეფორმებს, არამედ დამატებით გავატარებთ იმ რეფორმებს, რომლებიც ჯერ კიდევ გვაკლია ამ მომავლის მისაღწევად. იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ მზარდი ქვეყანა, ვიყოთ ის არგენტინა, რომელიც არასდროს არ უნდა შეჩერებულიყო, რათა კვლავ გავხდეთ დიადი არგენტინა. დღეს აშკარად ისტორიული დღე არგენტინისთვის. არგენტინელმა ხალხმა გადაწყვიტა უკან მოეტოვებინა 100 წლიანი დაცემა და დაჟინებით გაეგრძელებინა თავისუფლების, პროგრესისა და ზრდის გზა. დღეს ჩვენ გადავლახეთ გარდამტეხი წერტილი. დღეს იწყება დიადი არგენტინის მშენებლობა. გაუმარჯოს თავისუფლებას. გაუმარჯოს თავისუფლებას. კვლავ გავხადოთ არგენტინა დიადი. დიდი მადლობა. ეს გვაიძულებს დავსვათ ფუნდამენტური კითხვები. ვინ არის ეს ახალი რადიკალური ძალა, რომელმაც ასე სწრაფად ჩაიგდო ხელში არგენტინის მმართველობა? როგორ მივიდა ქვეყანა აქამდე და რაც მთავარია, რა მოხდა სექტემბრიდან ოქტომბრამდე? ვინ ჩაერია და რა ფასად იყიდა ეს გამარჯვება? ვეცდები აღწერო ამ მოვლენის საწყისი და კულმინაციური მომენტები 2023 წლის ეგრეთ წოდებული ბენზოხერხის რევოლუციიდან 2025 წლის პირდაპირ საგარეო ინტერვენციამდე და პერონიზმის ისტორიულ მარცხამდე. ცოტა ხნით უნდა დაუბრუნდეთ 2023 წელს. ვინ არის არგენტინის ამჟამინდელი პრეზიდენტი? ხავიერ მილეი, მეტსახელად არგენტინელი ტრამპი. წლების განმავლობაში ის იყო უბრალოდ ექსცენტრიკული ეკონომისტი და ტელემასხარი. მე მიყვარს ვიყოთ თხუნელას სახელმწიფოს შიგნით. მე ვარ ის, ვინც ანგრევს სახელმწიფოს შიგნიდან. მე ვარ, თქვათ, ეს იგივეა, რაც იყო შეღწეული მტრის რიგებში. სხვა სიტყვებით, სახელმწიფოს რეფორმა უნდა გაატაროს იმან, ვისაც სძულს სახელმწიფო და მე იმდენად მძულს სახელმწიფო, რომ მზად ვარ გავუძლო ყველა ამ ტიპის ტყუილს, ცილის წამებას, შეურაცხყოფას, როგორც ჩემი პიროვნების, ისე ჩემი ყველაზე საყვარელი არსებების მიმართ. როგორებიც არიან ჩემი და, ჩემი ძაღლები და ჩემი მშობლები,
მხოლოდ იმისთვის, რომ გავანადგუროს სახელმწიფო. პერსონაჟი, რომელიც კამერების წინ ყვიროდა, ცეკვავდა, იგინებოდა და ატრიალებდა ბენზოხერხს, რითაც სიმბოლურად ჭრიდა სახელმწიფოს და სოციალურ ხარჯებს. არავის ჯეროდა, რომ ეს კაცი, რომელიც საკუთარ ძაღლებს, ეკონომისტების სახელებს არქმევს და ამტკიცებს, რომ გარდაცვლილ ძაღლთან ტელეპათიური კონტაქტი აქვს, ოდესმე პრეზიდენტი გახდებოდა. მაგრამ 2023 წელს მან და მისმა ახლად შექმნილმა პარტიამ La Libertad Avançam, ანუ თავისუფლება მიიწევს წინ, შეუძლებელი შეძლო. მან 56%-იანი მხარდაჭერით გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში. მილაის პლატფორმა იყო არა უბრალოდ მემარჯვენე, არამედ რადიკალური, ანარქო-კაპიტალისტური და სოციალურად და კულტურულად ულტრაკონსერვატიული. ეკონომიკაში მან პირობა დადო, რომ აფეთქებდა ცენტრალურ ბანკს, გააუქმებდა ეროვნულ ვალუტა პესოს და გადავიდოდა სრულ დოლარიზაციას. ცხადი ეს იყო ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტის სრული დათმობა. სახელმწიფოს დონეზე მისი მთავარი დაპირება კასტის, ანუ პოლიტიკური ელიტის განადგურება და სამინისტროების უმეტესობის გაუქმება იყო. მოკლედ, ცნობილი ლიბერტარიანული ჰანგები, რომელსაც მარგინალიზებული პოლიტიკური ჯგუფები საქართველოშიც ხშირად ბღერიან ხოლმე. პარალელურად, მილეიმ ფართომასშტაბიანი კულტურული ომი წამოიწყო იმის წინააღმდეგ, რასაც ის ამერიკელი ულტრამემარჯვენეების მსგავსად კულტურულ მარქსიზმს უწოდებს. ეს მოიცავდა ფემინიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, რის შედეგადაც მისი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო ქალთა გენდერისა და მრავალფეროვნების სამინისტროს გაუქმება. მილეი ასევე გამოვიდა აბორტების აკრძალვის მოთხოვნით, რომელიც ქალებმა მძიმე ბრძოლით 2020 წელს მოიპოვეს. ისევე როგორც კლიმატის ცვლილებების უარყოფით, რასაც სოციალისტურ ტყუილს უწოდებდა და რაც ყველაზე დამზაფრელია, მილეიმ სცადა ისტორიული რევანში. მან და მისმა ვიცე-პრეზიდენტმა ვიქტორია ვილარუელმა დაიწყეს არგენტინის ისტორიის ყველაზე ბნელი პერიოდის, ეგრეთ წოდებული ბინძური ომის ისტორიის გადაწერა. ზოგისთვის ეს ტერმინი შეიძლება უცნობი იყოს და აუცილებელია მისი განმარტება. ბინძური ომი ეწოდება 1966 წლიდან 1993 წლამდე სამხედრო დიქტატურის, ანუ ხუნტის მმართველობას. მას ომი მხოლოდ პირობითად ჰქვია, ეს არ ყოფილა ომი ორ არმიას შორის. ხოლო ბინძური ეწოდა იმ მეთოდების გამო, რომლებსაც სახელმწიფო საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იყენებდა. ეს იყო წმინდა წყლის სახელმწიფო ტერორიზმი. ხუნტა არ მიმართავდა ოფიციალურ დაპატიმრებებს. შეიარაღებული ჯგუფები უბრალოდ იტაცებდნენ ადამიანებს, სტუდენტებს, პროფკავშირის წევრებს, ჟურნალისტებს, მღვდლებს, ნებისმიერ განსხვავებულად მოაზროვნეს და მიჰყავდათ ისინი ფარულ მიწისქვეშა დაკავების ცენტრებში. ამ საიდუმლო ციხეებში წამება იყო რუტინული პრაქტიკა, რადგან გატაცება არსად ფიქსირდებოდა. ოჯახები შვილებს და ახლობლებს ვერსად პოულობდნენ. ისინი უბრალოდ ქრებოდნენ. სწორედ აქედან მოდის ფენომენი ლოს დესაპარესიდოს, ანუ გაუჩინარებულება. წამების შემდეგ გატაცებულთა აბსოლუტურ უმრავლესობას კლავდნენ და კვალს მეთოდურად ფარავდნენ. ყველაზე შემზარავი პრაქტიკა იყო სიკვდილის ფრენები, როდესაც გონდა კარგულ, მაგრამ ხშირად ჯერ კიდევ ცოცხალ ადამიანებს სამხედრო თვითმფრინავებიდან პირდაპირ ატლანტის ოკეანეში ყრიდნენ. აი სწორედ ამ პერიოდის სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული სისტემატური გატაცებების, წამებისა და 30,000-მდე ადამიანის ბრჭყალებში გაუჩინარების გამართლება და დანაშაულების უარყოფა დაიწყო ვიცე-პრეზიდენტმა ვიქტორია ვილარუელმა. ეს უკანასკნელი, რომელიც თავადაც სამხედრო ოჯახიდანაა, ღიად იცავს ამ დანაშაულებში ბრალდებულ გენერლებს. ეჭვქვეშ აყენებს გაუჩინარებულთა რაოდენობას და დიქტატურის მსხვერპლთა ბრძოლას. ეს არის პირდაპირი შეტევა მსხვერპლთა ოჯახის წევრებზე, რომლებიც აწლეულებია შვილების, დების, ძმების და ნათესაობის საფლავებს ეძებენ. Si les tuviera que decir todo lo que han escuchado en los últimos 40 años de რომ la გითხრათ, República ყველაფერი, Argentina, რაც en lo არგენტინის referido a su რესპუბლიკის pasado, წარსულთან es დაკავშირებით, falso. ბოლო 40 წლის განმავლობაში ქსმენიათ, Todo lo que han ტყუილია. escuchado respecto de ყველაფერი, რაც Argentina არგენტინის ha sido შესახებ construido ქსმენიათ, por la izquierda, შექმნილია por las მემარცხენეების, madres de Plaza de პლასა დე Mayo, მაიოს por las დედების, abuelas, ბებიების y და por ყველა todos იმათ aquellos que მიერ, integraron ვინც Montoneros მონტონეროსის y el და Ejército ხალხის Revolucionario რევოლუციური del არმიის Pueblo. წევრი იყო.
არგენტინა არც ადამიანის უფლებების ავანგარდშია და არც დედები და ბებიები არიან თეთრი მტრედები. მოკლედ, მილეის პროექტი იყო სრული პაკეტი. ეკონომიკური ულტრალიბერალიზმი შერწყმული კულტურულ რევანშიზმთან. მაგრამ როგორ გაიმარჯვა ასეთმა რადიკალურმა ფიგურამ? როგორ დაუშვა არგენტინამ პერონიზმის ოდესღაც ძლავრი მემარცხენე ცენტრისტული მუშათა კლასზე ორიენტირებული მოძრაობის სამშობლომ ეს კატასტროფა? პასუხი ერთ სიტყვაში: ინფლაცია. თუმცა სურათი მაინც გაცილებით უფრო კომპლექსურია. 2023 წლისთვის ინფლაცია 140%-ს, ზოგიერთი გათვლით 200%-საც აჭარბებდა. ხალხი უბრალოდ ვეღარ ცხოვრობდა. და სწორედ აქ იწყება ჩვენი მიმოხილვის მთავარი ნაწილიც. კატასტროფული ინფლაცია პირდაპირ შედეგი იყო იმ უზარმაზარი 45 მილიარდიანი ვალისა, რომელიც არგენტინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე იკისრა. ეს ვალი ჯერ კიდევ 2018 წელს აიღო წინა ულტრამემარჯვენე პრეზიდენტმა მაურისიო მაკრიმ. მიმოხილველები ამტკიცებენ, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი სესხი, არამედ პოლიტიკური სესხი. ტრამპის ადმინისტრაციის საჩუქარი თავის იდეოლოგიურ მოკავშირე მაკრის, რათა მას 2019 წლის არჩევნები მოეგო. ბედის ირონია ისაა, რომ მაკრიმ არჩევნები მაინც წააგო. 2019 წელს ხელისუფლებაში მოსულმა პერონისტულმა მთავრობამ ალბერტო ფერნანდესისა და მოგვიანებით სერხიო მასას მეთაურობით მემკვიდრეობით მიიღო ეს კოლოსალური თაღლითური ვალი. თუმცა პერონისტებმა ვალზე უარი არ თქვეს. პირიქით მისი ლეგიტიმაცია მოახდინეს. თანაც იმის გათვალისწინებით, რომ არგენტინულ საზოგადოებაში სავალუტო ფონდისა და საგარეო ვალის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება არსებობდა. Argentine voters view international loans with great suspicion because დიახ, ზოგადად არგენტინელი ამომრჩეველი დიდი ეჭვით უყურებს საერთაშორისო სესხებს, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, IMF ან მსოფლიო ბანკი, საბოლოოდ ზედმეტად გადამეტებულ ძალაუფლებას იყენებენ ქვეყნის ეკონომიკურ სვლაზე. ისინი მრავალი გზით ზღუდავენ ზრდას, განორჩევლად ხსნიან ეკონომიკას იმპორტისთვის, ქმნიან უმუშევრობას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოლიტიკას ზოგადად არგენტინისთვის ბევრი სიკეთე არ მოუტანია. ანუ ნებისმიერი ტიპის საერთაშორისო სესხი და დავალიანება, რომელსაც არგენტინა ამდენი წლის განმავლობაში დაემორჩილა, არგენტინაში კარგად არ აღიქმება. პერონიზმმა, რომელიც თავს მემარცხენე და ანტიიმპერიალისტურ ძალად აცხადებს, უარი თქვა ამ ვალთან დაპირისპირებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა როგორც პოლიტიკური ლეგიტიმაცია, რადგან სწორედ ეს იყო მათი წინასაარჩევნო დაპირებაც, ისე საერთაშორისო სამართლებრივი საფუძველი. ამის ნაცვლად მათ ახალი შეთანხმება დადეს სავალუტო ფონდთან ვალის რესტრუქტურიზაციაზე და დაიწყეს სწორედ იმ მკაცრი ეკონომიის პოლიტიკის გატარება, რასაც ფონდი ითხოვდა. ერთი მხრივ პერონისტების მთავრობას მოუწია სოციალური ხარჯების და სუბსიდიების სასტიკი შეკვეცა. მაგალითად, გაძვირდა ტრანსპორტი, ელექტროენერგია, შემცირდა დახმარებები. როდესაც ტრანსპორტი და ენერგია ძვირდება, ავტომატურად ძვირდება ყველა სხვა პროდუქტი, რადგან იზრდება მათი წარმოებისა და მიწოდების ხარჯიც. ამას კი ხარჯების ინფლაცია ეწოდება. მეორე მხრივ, მთავრობას მაინც არ ყოფნიდა ფული ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად. რადგან გადასახადებიდან შემოსული ფული არ კმარობდა ერთდროულად სახელმწიფოს შენახვისთვის და სავალუტო ფონდის ვალის პროცენტების გადასახდელად. ამიტომ დეფიციტის დასაფარად ცენტრალური ბანკი იძულებული იყო დაებეჭდა ფული. ფასები ისედაც იმატებდა სუბსიდიების მოხსნის გამო. და ამავდროულად მთავრობა ბეჭდავდა მილიარდობით პესოს, რომელიც წამიერად უფასურდებოდა. ეს ქმნიდა პანიკას, სრულ უნდობლობას ეროვნული ვალუტის მიმართ და იწვევდა ჰიპერინფლაციურ სპირალს. ანუ პარადოქსულად სავალუტო ფონდის მიერ მოთხოვნილი ქამრების შემოჭერა გახდა არა ინფლაციის წამალი, არამედ მისი ერთ-ერთი მთავარი კატალიზატორი. სწორედ ამ პოლიტიკამ გამოიწვია ის ჰიპერინფლაცია, რომელმაც მოსახლეობა სასოწარკვეთამდე მიიყვანა. აი 2023 წლის არჩევნების აბსურდიც. პერონისტების საპრეზიდენტო კანდიდატი იყო სერხიო მასა, რომელიც ამავდროულად იყო ეკონომიკის მინისტრი და სწორედ ამ სავალუტო ფონდის პოლიტიკას ატარებდა. არგენტინელ ხალხს არჩევანი ჰქონდა ორ კანდიდატს შორის. ერთი მხრივ პერონისტი სერხიო მასა, რომელიც უკვე ატარებდა სავალუტო ფონდის მტკივნეულ რეფორმებს და ხალხს პირდებოდა სტაბილურობას და მეორე მხრივ ხავიერ მილეი, რომელიც
ამორჩევლს პირდებოდა შოკურ თერაპიას და ყველაფრის აფეთქებას. როდესაც სტატუს-კვო, ანუ პერონიზმი უკვე აუტანელი გახდა, ხალხმა განსაკუთრებით კი ღარიბმა ახალგაზრდებმა, რომლებსაც პერონიზმის ეგრეთ წოდებული ოქროს ხანა არ ახსოვდათ, აირჩიეს ბენზოხერხი. ეს იყო პერონიზმის მხრიდან ისტორიული ღალატი და მარცხი. მათ უარი თქვეს კაპიტალთან და იმპერიალიზმთან დაპირისპირებაზე და ამით თავად გაუხსნეს კარი ულტრამემარჯვენე რეაქციას. მილეის გამარჯვების შემდეგ მან დაიწყო თავისი შოკური თერაპია, სასტიკი შემოჭერა, ხელფასების და პენსიების შეკვეცა, მასიური დერეგულაცია. ეკონომიკა ღრმა რეცესიაში შევიდა. 2025 წლის სექტემბრისთვის მილეის მთავრობა კოლაფსის პირას იყო. ის მან კი ერთ ციკლში მოექცა. კორუფციული სკანდალები, მათ შორის მილეის დასთან, კარინა მილეისთან და ქრთამებთან დაკავშირებული ბრალდებები. რეიტინგების ვარდნა მტკივნეული ეკონომიკური ზომებით გამოწვეული დაღლილობის გამო და ბაზრების პანიკა. სექტემბერში ბუენოს-აირესის პროვინციულ არჩევნებში პერონისტების გამარჯვების შემდეგ ინვესტორებმა დაიწყეს არგენტინული აქტივების და პესოს მასიური გაყიდვა. ეროვნული ვალუტა თავისუფალ ვარდნაში გადავიდა. მილეის ეკონომიკური პროექტი ფაქტობრივად იშლებოდა. ჩანდა, რომ ის 26 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებს გამანადგურებლად აგებდა. და ისწორედ აქ მოხდა ის, რასაც არგენტინული მემარცხენე მედია სამარცხვინო ფარს უწოდებს. პირველი ნაბიჯი იყო ფინანსური ინექცია. როდესაც პესო ინგრეოდა, სწორედ აქ გამოჩნდა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და დათანხმდა, რომ არგენტინისთვის დოლარი ესესხებინა. მეორე ნაბიჯი იყო პირდაპირი ინტერვენცია. როცა ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი, ტრამპის ადმინისტრაციამ სახაზინო მდივან სკოტ ბესენტის მეთაურობით უპრეცედენტო რამ გააკეთა. მათ ღია ბაზარზე ასობით მილიონი დოლარით დაიწყეს პესოს შესყიდვა, რათა მისი კურსი ხელოვნურად აეწიათ. მესამე ნაბიჯი იყო პოლიტიკური შანტაჟი. თუ არგენტინის პრეზიდენტი მილეი ვერ გაიმარჯვებს, მე ვიცნობ იმ ადამიანს, ვის წინააღმდეგაც ის იბრძვის. მე მჯერა, რომ ჩვენ ვიცით ის ადამიანი, რომელიც არის ექსტრემალურად მემარცხენე და აქვს ფილოსოფია, რომელმაც არგენტინა თავიდანვე ამ პრობლემაში ჩაადგა. ასე რომ ჩვენ არ ვიქნებით გულუხვები არგენტინის მიმართ, თუ ეს მოხდება. თუ მილეი წააგებს, ჩვენ არ ვიქნებით გულუხვები არგენტინის მიმართ. ეს იყო პირდაპირი გაშიშვლებული შანტაჟი. ტრამპმა არგენტინელ ხალხს უთხრა, ან ხმას აძლევთ მილეის 26 ოქტომბერს, ან 27 ოქტომბერს მე ამ ხელოვნურ ფინანსურ მხარდაჭერას შევწყვეტ და თქვენი ეკონომიკა საბოლოოდ განადგურდება. მე მინდოდა არგენტინის პრეზიდენტთან შეხვედრა და ჩვენ ორივეს გვინდოდა შეხვედრა. ჩვენ მეგობრები ვართ. მან ფანტასტიკური სამუშაო შეასრულა და მე ვაკეთებ რაღაცას, რასაც ხშირად არ ვაკეთებ. მე მას სრულ მხარდაჭერას უცხადებ. ჩვენ მას მხარი დაუჭირეთ, როგორც იცით, როცა პრეზიდენტად იყრიდა კენჭს. მას ახლა არჩევნები აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ კარგად გამოვა. მაგრამ ახლა ვფიქრობ, ეს იმედია უზრუნველყოფს მის წარმატებას. ამ ინტერვენციამ იმუშავა. მან დროებით დაასტაბილურა პესო, შექმნა ეკონომიკური აღდგენის ილუზია და მილეის მისცა ის, რაც სჭირდებოდა, გამარჯვება. შედეგად მან მიიღო მანდატი, გააგრძელოს თავისი რადიკალური რეფორმები. არგენტინელი მემარცხენე ჟურნალისტები მილეის უკვე აღარც კი უწოდებენ პრეზიდენტს. ისინი მას მოიხსენიებენ როგორც ტრამპის დელეგატს, ქვეშევრდომს ან სამკაულს. მაგრამ აქ არის მთავარი ირონიაც. როგორც ჩანს, ამერიკელები თავად მილეისაც აღარ ენდობიან და მას არასიცოცხლის უნარიანად მიიჩნევენ. მაშინ, როდესაც მილეი ვაშინგტონში ჩადიოდა და ფოტოსესიებში იღებდა მონაწილეობას ტრამპთან ერთად, არგენტინაში იმყოფებოდა ტრამპის სხვა უფრო გავლენიანი წარმომადგენელი, ბარი ბენეტი. როგორც არგენტინული მედია წერს, ბენეტი ატარებდა მიწისქვეშა შეხვედრებს და ვისთან? არა მილეის მთავრობასთან, არამედ სხვა გავლენიან მემარჯვენე პოლიტიკოსებთან, როგორებიც არიან პიჩეტო და რიტონდო და თავად მილეის მრჩეველ სანტიაგო კაპუტოსთან. ისინი განიხილავდნენ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ახალი მთავრობა 27 ოქტომბრის შემდეგ. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მილეი სჭირდებოდა მხოლოდ არჩევნების მოსაგებად. მაგრამ ამერიკელებმა იციან, რომ ის პოლიტიკურად იმდენად სუსტი და არასიცოცხლის უნარიანია, რომ რეალური სასტიკი რეფორმების, განსაკუთრებით შრომითი რეფორმის გასატარებლად მათ სჭირდებათ ახალი სქემა, ალტერნატიული მთავრობა და მილეის ჩანაცვლება უფრო ფართო მემარჯვენე კოალიციით, რომელსაც ექნება მეტი პოლიტიკური მოქნილობა და მოცულობა. თუმცა სანამ ბენეტი მილეის ზურგს უკან ინტრიგებს უხლართავდა, მედიასთან მას აქებდა
და არგენტინულ ეკონომიკურ სასწაულზე საუბრობდა. ეს არის კლასიკური ორმაგი თამაში. მოვისმინეთ, რა შეეუბნებოდა ბარი ბენეტი ამერიკულ მედიას. მე მილეის დიდი ფანი ვარ. არგენტინას ახლა ნამდვილად მომწიფებული ლიდერები ყავს დიდი ხნის პერიოდის შემდეგ და ჩვენ ვხედავთ ამას. მაგრამ მაინც რატომ ხარჯავს ამდენ რესურსს ტრამპის ადმინისტრაცია ამ როგორც თვითონ ამბობენ არასიცოცხლის უნარიანი ფიგურის გადასარჩენად? ეს არის 21 საუკუნის იმპერიალიზმის კლასიკური მაგალითი, რომელიც ორ მთავარ სვეტს ეყრდნობა: გეოპოლიტიკურ კონკურენციას და კრიტიკული რესურსების კონტროლს. ამერიკის შეერთებული შტატები კარგავს გავლენას ლათინურ ამერიკაში და მას სასწრაფოდ სჭირდება მორჩილი მოკავშირე რეგიონში მთავარი კონკურენტის, ჩინეთის შესაკავებლად. და ამავე დროს არგენტინა სავსეა იმ რესურსებით, რომლებიც მომავლის ტექნოლოგიებს სჭირდება. ეს ორი მიზეზი სინამდვილეში ერთმთლიანობაა. აი როგორ აღწერს ამ ინტერესს თავად ამერიკული მხარე. ეს არის პირდაპირი აღიარება იმისა, თუ რატომ არის არგენტინა ვაშინგტონისთვის ასეთი მნიშვნელოვანი. ჩინეთი მთელ ცენტრალურ ამერიკაში, ლათინურ ამერიკაში, მექსიკაში, სამხრეთ ამერიკაშია. უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ მართლაც კარგი ურთიერთობები და რომ ეს ქვეყნები იყვნენ ძლიერი ეკონომიკური კაპიტალისტური სისტემები. ასე არ არის? დიახ, ასია. ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ გასულ ღამეს ჩინეთმა იშვიათი მიწათა ლითონების ექსპორტზე დამატებითი კონტროლი დააწესა. არგენტინა კი მდიდარია იშვიათი მიწებით და ურანით. ფიქრობ, ისინი მზად არიან, რომ ამერიკული კერძო კომპანიები შევიდნენ არგენტინაში და იყვნენ კარგი პარტნიორები. არგენტინას აქვს ის, რაც 21 საუკუნის კაპიტალისტს სჭირდება. ლითიუმი, სპილენძი, უზარმაზარი მიწა, წყალი და რაც თავარია იაფი ენერგია. ხელოვნური ინტელექტისა და კრიპტოვალუტის მაინინგისთვის, რომლებიც კოლოსალურ ენერგიას მოითხოვს. ეს დამთხოვა არა. ილონ მასკი, რომელსაც მილეიმ საჩუქრად ბენზოხერხი ჩაუტანა, მილეისა და ტრამპ შორის ერთ-ერთი შუამავალი იყო. გამარჯობა, ჩემო მეგობარო. პრეზიდენტ მილეის ჩემთვის საჩუქარი აქვს. მადლობა. ეს არის ბიუროკრატიისთვის განკუთვნილი ბენზოხერხი. და დამთხოვა არაა, რომ OpenAI-ის ხელმძღვანელმა სემ ალტმანმა ცოტა ხნის წინ პატაგონიაში 25 მილიარდი დოლარის ღირებულების AI ცენტრის აშენება დაანონსა. არგენტინა მალე გადაიქცევა 21 საუკუნის ტექნოლოგიური გიგანტების რესურსულ კოლონიად. Apareció un anuncio de características monumentales. გამოჩნდა განცხადება, რომელიც ფინანსური თვალსაზრისით მონუმენტურია. რამდენიმე ასეთი განცხადება გამოჩნდა, მაგრამ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია თავისი არაჩვეულებრივობის გამო, ხო მართალია? Dueña de ChatGPT, OpenAI, OpenAI, Open Inteligencia Artificial. ეს არის ChatGPT-ის მფლობელი კომპანიის OpenAI-ის, რომელიც სემ ალტმანმა დაარსა. საინვესტიციო პროექტი არგენტინულ კომპანია Sur Energy-სთან ერთად, რომელსაც ბატონი ემილიანო კარგიმანი ხელმძღვანელობს 25 მილიარდი დოლარის ოდენობით. Para construir una instalación de mega servidores. ეს თანხა მიმართული იქნება მეგა სერვერების დანადგარის ასაშენებლად, რათა გამოყვებოს ხელოვნური ინტელექტის ძრავები, რომელიც მხარეებმა Stargate არგენტინად მონათლეს. ის განთავსდება პატაგონიაში, სადაც ახლოსაა რესურსები, ხომ? ლითიუმი, არ ვიცი, ურანი, წყალი, არ არის ასე? Litio, no sé, uranio, agua, ¿no? და რასაკეთებდა ამ დროს პერონისტული ოპოზიცია? რატომ ვერაფერი დაუპირისპირეს ამ უხეშ ინტერვენციას? პერონიზმის მთავარი საარჩევნო სლოგანი 2025 წელსაც იყო პატრია სი კოლონია ნუ, სამშობლო კი კოლონია არა. თუმცა პერონიზმის ორმაგი სტანდარტი და დუმილი სავალუტო ფონდზე აშკარა. პერონისტი ლიდერები, როგორიცაა ხუან გრაბოისი, ხმამაღლა კრიტიკებენ ტრამპს და მის პირდაპირ ინტერვენციას, მაგრამ ისინი სრულიად ჩუმად არიან ამერიკის იმპერიალიზმის მეორე, უფრო გავლენიან ხელზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდზე და მის ხელმძღვანელ კრისტალინა გეორგიევაზე,
რატომ? იმიტომ რომ პერონისტებს თავად აქვთ სავალუტო ფონდთან გარიგება. მათ არ სურთ ვალის ანულირება, მათ სურთ უბრალოდ ვალზე მოლაპარაკება. პერონისტები არ ებრძვიან იმპერიალიზმს. ისინი ცდილობენ უკეთესი ადგილი იპოვონ იმპერიალიზმის სტრუქტურაში. მიზებული შანტაჟი მისაღები. მაგალითად, პერონისტი კრისტინა კირშნერი აქებდა ტრამპის პროტექციონისტულ ეკონომიკურ მოდელს. ხოლო ხუან გრაბოისი, პერონიზმის მემარცხენე ფრთის ლიდერი, აქებდა ტრამპის მთავარ იდეოლოგს, ულტრამემარჯვენე სტივ ბენონს, როგორც კათოლიკეს და ჰუმანისტს. Steve Bannon es un humanista. Él habla de que es un nacionalista populista. Steve Bannon humanistია. ის ამბობს, რომ ის ნაციონალისტ პოპულისტია. ფრანც ფანონი უნდა გვახსოვდეს, არა? ჩაგრული ხალხების ნაციონალიზმი და იმპერიების ნაციონალიზმი ერთი და იგივე არ არის, მაგრამ ის ნაციონალისტ პოპულისტია. მაგრამ არსებითად ის ჰუმანისტია, კათოლიკე ჰუმანისტი, რომელიც ამბობს, რომ არსებობს ოლიგარქია, რომელიც ცდილობს ავტონომია მოიპოვოს ამერიკის სახელმწიფოსგან და შექმნას ზესახელმწიფო სილიკონის ველზე და მართოს იქიდან, და რომ მისი მისია ცხოვრებაში არის ამ ოლიგარქიის განადგურება. გარდა ამისა, პერონისტების დეპუტატობის კანდიდატი იტაი ჰაგმანი იყო სწორედ ის დეპუტატი, რომელმაც 2022 წელს სავალუტო ფონდთან სამარცხვინო გარიგების რატიფიკაციისას უბრალოდ თავი შეიკავა და წინააღმდეგ არ მისახმა. არგენტინელი მემარცხენეები სვამენ კითხვას, როგორ უნდა ვენდოთ დეპუტატს, რომელიც ამბობს, რომ სამშობლოს იცავს, როდესაც მან უკვე უღალატა მას სავალუტო ფონდთან გარიგებისას. პერონისტი გუბერნატორები, როგორიცაა ხალდო ტუკუმანში, თავიანთ დეპუტატებს აიძულებენ ხმამისცენ მილეის კანონპროექტებს, რათა დაფინანსება მიიღონ. პერონისტების მიერ კონტროლირებადი პროფკავშირები ჰექტორ დაერის მეთაურობით სრულიად პასიურები არიან. მათ ურჩევნიათ პოლიტიკოსებთან ფოტოსესია, ვიდრე საყოველთაო გაფიცვაზე მუშაობა. თანაც მაშინ, როცა მილეი რადიკალურ შრომით რეფორმას ამზადებს. ერთი სიტყვით, რას ხედავთ არგენტინაში? ერთხელ ეს არის ხავიერ მილეი, ულტრამემარჯვენე რეაქციული პროექტი, რომელიც ახლა უკვე ღიად და პირდაპირ მართულია ვაშინგტონიდან. ეს არის პირდაპირი კოლონიური ადმინისტრაცია, რომლის მიზანია არგენტინის რესურსების გადაცემა გლობალური ტექნოკაპიტალისტვის. 2025 წლის არჩევნები იყო არა არჩევნები, არამედ ამ კოლონიალური სტატუსის უხეში რატიფიკაცია ტრამპის შანტაჟის ფონზე. მეორე მხარეს კი არის პერონიზმი, მემარცხენე ცენტრისტული ძალა, რომელიც იმდენად არის ჩაფლული კომპრომისებში, კორუფციასა და სავალუტო ფონდთან კოლაბორაციაში, რომ მან სრულიად დაკარგა წინააღმდეგობის გაწევის უნარი. მათმა უნარობამ უარი ეთქვათ მაკრის მიერ აღებულ ვალზე, ჯერ მილეი მოიყვანა ხელისუფლებაში, შემდეგ კი მას საშუალება მისცა ტრამპის დახმარებით გაემყარებინა ძალაუფლება. 2025 წლის არჩევნების წაგების შემდეგ პერონიზმი ახლა უკვე შიდა ომმა მოიცვა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს მის იდეოლოგიურ სიცარიელეს. მეორე მხარეს პერონიზმმა ფეხი ფეხზე გადაიდო და არაფერი გააკეთა. მათ ჰქონდათ ილუზია, რომ ძალაუფლება თავისი ჩაუვარდებოდათ ხელში ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. მათ იფიქრეს, რომ სექტემბერში პროვინციულ არჩევნებში გამარჯვება ნიშნავდა, რომ ყველა წინააღმდეგობა გაქრა. აღარ ჭირდებოდა წინამთავრობის კატასტროფული გამოცდილების შეფასება, არც კი დასჭირდათ რაიმე რეალური პროგრამის წარდგენა. დაგვავიწყდებოდა, რომ საარჩევნო სიების წარდგენაც კი მხოლოდ იმიტომ შეძლეს, რომ ყალბი ტექნიკური გათიშვა მოაწყვეს, რათა კანონიერი ვადა ხელოვნურად გაეწევათ. ანუ, პერონისტების გამარჯვებამ სექტემბერში პროვინციაში თითქოს ეს ყველაფერი დავიწყებას მისცა. სინამდვილეში კი ეს ყველა პრობლემა არსებობდა. მათი კამპანია იყო, მოდი, ბევრი არაფერი გავაკეთოთ, ტალღები არ ავწიოთ და მექანიკურად ყველაფერი ისევ განმეორდებოდა, როგორც სექტემბერში. არგენტინელი მემარცხენეების თვალსაზრისით ბრძოლა ახლა ორ ფრონტზეა. ერთი მხრივ მილეის ბენზოხერხის რეაქციის წინააღმდეგ ქუჩებში და მეორე მხრივ პერონიზმის ბჭყალებში პასუხისმგებლიანი კოლაბორაციონიზმის წინააღმდეგ, რომელიც ყოველთვის ამზადებს ნიადაგს რეაქციისთვის. როგორც მემარცხენე ფრონტის დეპუტატი კრისტიან კასტილიუ ამბობს, ეს არის ხაფანგი. არჩევანი ველურ კაპიტალიზმსა და ეგრეთ წოდებულ ადამიანურ კაპიტალიზმს შორის, რაც თავისთავად ყალბია. ერთადერთი გამოსავალი მისი აზრით არის ამ ხაფანგიდან გამოსვლა და დამოუკიდებელი მუშათა კლასის ალტერნატივის მშენებლობა, რომელიც მზად იქნება გააკეთოს ის, რისიც პერონიზმს ეშინია. უარი თქვას ვალზე და გაწყვიტოს კავშირი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან.
ჩვენი დეპუტატები არასდროს მისცემენ ხმას სავალუტო ფონდის სასარგებლოდ, აცხადებს კასტილიო. დანარჩენები იგივეს ვერ იტყვიან. ეს არის არგენტინის ტრაგედია და გაკვეთილი სხვა ხალხებისთვის. მე დროებით გემშვიდობებით შევხვდებით მომავალ კვირას, თქვენ კი გამოიწერეთ მაუწყებლის YouTube არხი და კომენტარებში დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრებები. დროებით.